კამილ. ძალიან მიხარია, რომ კამილი კამპუსში დაბრუნდა. ჩემი ბენსი კამილის დაბრუნებით დიდად აღფრთოვანებული არ არის. იდიოტები. ჩვენი ბიჭები ბავშვები ვიქარიან. ფრთხილად ბიჭებო, ასე კამილს ჩამოაგდეთ. კამილ. ჩემი შეყვარებული დაბრუნდა. მე ძალიან მომენატრა. მინდი, კამილი შენ შეყვარებული არ არის. რაზე ლაპარაკობ და არ ჩენი სტეფ, ასე რომ უბრალოდ გაჩუმდი. რატომ წაისვი ასეთი კაშკაშა პომადა? ის შენ არ გიხდება. ჩუმა ჩურიანებო. ეს შენთვის არ გამიკეთებია. კამილის გამო წავისვი პომადა. კამილ. კარგით ბიჭებო, საკმარისია. კარგი კამილ. კამილ ძმაო, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან დაბრუნდი. თენს ნახე, როგორ ავწიე კამილი მხოლოდ მარჯვენა ხელით. ეს იმიტომ, რომ მარჯვენა ხელი ძალიან ძლიერი მაქვს. მარჯვენათი მიჭირავს ჯოხი. როგორც ჩანს, კამილის აქეთ-იქით ტრიალი ქსიამოვნებდა. ბენს, რატომ ნერვიულობ ასე ძალიან? მინდოდა კამილი კამპუსში დაბრუნებულიყო. მინდოდა და გადავიფიქრე. კამილი ჩვენი მეგობარი არ არის, შენ ისეთი სულელი ხარ. ჰეი, შენ სიტყვებს დაუკვირდი. რომ იცოდე, მე შენი კაპიტანი ვარ. მორჩა, უკვე ყელში ამომივიდა ყველა. წავიდეთ ვარჯიშზე. ბენს, ხომ არ შეგვიძლია ვარჯიში გამოვტოვოთ? კამილი ყველას პიცით უმასპინძლდება. ყრუხარ თუ რა ხდება? გითხარი ვარჯიშზე წავიდეთ მეთქი. პიცას თქვენ არ შეჭამთ. ბენსი ნამდვილად მოსაბეზრებელია. მისი ვარჯიში მე ყელში ამომივიდა. წავიდეთ სანამ ისევ ყვირილს დაიწყებს. გოგოებო, ჩემი ძმა დაბრუნდა. კამილ, კაფეში წავიდეთ და პიცა შევჭამოთ. წავიდეთ. ჰეი კამილ. ჰეი მენდი. ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდი. ძალიან მომენატრე. მეც მიხარია. წავიდეთ. რა სულელია. შესთავაზეთ თინეიჯერებს პოპკორნიც. თქვენ მხოლოდ ლიმონადს ყიდით. პოპკორნი კი ყუილად გიდევთ. მე ყოველთვის ვთავაზობ და ბუშტი არც კი ცდილობს. მე მას ამ თვეში ხელფას საერთოდ არ გადავუხდიდი. გამარჯობა ძვირფასო. კი, შენი ბიჭი სამსახურშია. ვის ელაპარაკება? არ ვიცი, რომელიღაც გოგოს ალბათ. გინდა რომ ამ თვეში გასართო პარკში წაგიყვანო? ნაყინს და ბამბის ნაყინსაც გიყიდი და პონითაც კი გაგასეირნებ. ახლა ამის საშუალება მაქვს. მუშაობ და ფულიც მაქვს. ბუშტო, ჭკუიდან გადახვედი? ამ თვეში ხელფას ვერ აიღებ. ყველაზე მეტი პოპკორნი მე გავყიდე და ყველა მომხმარებელს ვუღიმი. დილანი კი უბრალოდ ფულებს ითulis. პონკა შეხედი აბა ვის ელაპარაკებოდა ტელეფონზე. მოდი ვნახოთ. ეს ვინ არის? ვის ელაპარაკები საერთოდ ბუშტო? ეს შენი საქმე არ არის. გაყიდე პოპკორნი და ნაკლები ილაპარაკე ტელეფონზე. ლუზერებო, დროზე დაგვისხით ლიმონათი, დროზე. ლიმონათი და პოპკორნი თქვენთვის არ არის. თქვენი ადგილი სპორტდარბაზშია. ახლავე წადით ვარჯიშზე. ეს ბენსი ისეთი საზიზღარია, მე არ მინდა მის გუნდში ყოფნა. ლუზერებო, შეიძლება ერთი ჭიქა ლიმონათი დავლიო? ხელფას რომ ავიღებ, თანხას დაგიბრუნებთ. პრობლემა არ არის. $4 და ლიმონათის დალევა. ჰაჰა, მეგობრებო, თქვენ ხარბები ხართ თუ რა ხდება? აი $4. დილან, ოფიცერ ჩაკს ლიმონათი დაუსხი. ხო, ახლავე. კიდევ გვეწვიეთ ოფიცერო ჩაკ. აჰა. ვაუ, მართალია რომ მაქსი საავადმყოფოში აღმოჩნდა, კიბეებიდან გადმოვარდა და რაღაც მოიტეხა. კამპუსში მუშაობა აღარ შეუძლია. ახლა მასწავლებელი აღარ ყავს. საწყალი მაქსი. კეთილი იყო შენი დაბრუნება, კამილ. ვაუ. კამილ, ჩვენთვის დონატები გავაკეთეთ. ლორა, ჩვენ არ გავიკეთებია ისინი. კბილეულის მაღაზიაში ვიყიდეთ. კლასიკური ლორა. მატყუარა. დადა. მე მიყვარს დონატები. ფაზლ, უკან დააბრუნე, დონატები შენთვის არ არის. ხო და სხვათა შორის კამილი ჩემი ძმა, მე ჩემი ძლია აღება. ყურადღება, ოფიცერი ჩაკი ლაპარაკობს. ყველა მოზარდი სასწრაფოდ შეიკრიბოს კლასში. ვიმეორებს სმენის პრობლემის მქონე პირებისთვის. ყველა მოზარდი ახლავე შეიკრიბოს კლასში. კამპუსში ისევ რაღაც სერიოზული მოხდა. ალბათ ლუზერებმა რაღაც წამოიწყეს. მოდი გავიგოთ რა სურს მას. კიდევ ერთი შემიძლია ავიღო? არა. რა უნდა ამჯერად ჩაკს? თითქოს მაგარი პოლიციელი იყოს. კარგი გოგოებო, წავიდეთ.
კი, შენი საყვარელი ისევ ხაზია. მომენატრე, ბამბის კამფეტო. ბუშტო და კიდე ყურმილი, მე უკვე მაღიზიანებ. კამპუსის ჩატში დაწერეს, რომ ჩაკი ყველას კლასში აგროვებს, ალბათ კიდევ რაღაც მოხდა. კარგი ჯირფასო, დაკავებული ვარ. მეტი ფული უნდა ვიშოვო, რომ ყოველდღე პონით გასასეირნებლად წაკიყვანო ხოლმე. კარგი წავიდეთ, არ მინდა რომ კიდევ ბოლო ვიყო. 158, 159, 150 ვარჯიში დასრულებულია ქალბატონებო. მე ხელები დამიბუშდა. ახლა კი ადექი და გაკვეთილებზე წადით. ოფიცერი ჩაკი მთელს კამპუსს იძახებს და ის ჩვენ არ დაგველოდება. დღეს ბენს რა სჭირს? როგორც ჩანს სულ გადაირია. ვინ ქონია თავი? ჩვენი ზედამხედველი? ეს ლუზერები ისევ აგვიანებენ. ჩვენ როგორც ყოველთვის ბოლოები ვართ. ოფიცერო ჩაკ, შეიძლება გკითხოთ, რატომ შევკრიბეთ ყველანი აქ? ხო, შეგიძლია იჩქარო? იმიტომ რომ ჯერ კიდევ 24 ჭიქა ლიმონადი და 10 ჭიქა პოპკორნი უნდა გავყიდოთ. გამარჯობა ძვირფასო, ახლა ვერ ვილაპარაკებ, სამსახურში ვარ, ფულს შოულობ. ჩემმა გოგომ დამირეკა ახლა ხანს. აბა, ხედავთ ამ ადგილს? ბატონი მაქსი აქ იჯდა, მაგრამ მაქსი კამპუსში აღარ იქნება. ახლა მე ვზივარ მის ადგილას. გასაგებია თუ არა? რა? ბენს, ჩაკი ახლა ჩვენი მასწავლებელი იქნება? ჯანდაბა არა, ის დაცვის თანამშრომელია. კარგი, ახლა მე თქვენი მასწავლებელი ვარ. ჯობია მომისმინოთ, თორემ კარადაში ჩაგკეტავთ და შუქ ჩავაქრობ, გაიგეთ? ჩაკ, მე წინააღმდეგი ვარ. შენ მასწავლებელი ვერ იქნები. მე არ მიკითხავს წინააღმდეგი ხარ თუ არა. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ჩაკი ჩვენი მასწავლებელი იყოს. თუ დაცვის თანამშრომელი ჩვენი მასწავლებელი გახდება, ყველანი სულელები გავხდებით. ფაზლ, პატარა საიდუმლოს გაგიმხელ. შენ უკვე ისედაც სულელი ბიჭი ხარ. მე სულელი არ ვარ. ის გაგიჟდა? ძვირფასო, ვერ გელაპარაკები. გითხარი რომ მუშაობ, მოგვიანებით დაგირეკავ. ჩაკ, ზედმეტად ბევრს იღებს საკუთარ თავზე. მასწავლებელი ვერასდროს გახდები. კარგად გაიაზრე ეს. მენდი, შენ აღარ ხარ ჩემი უფროსი და სხვათა შორის სამსახურიდანაც გათავისუფლებული ხარ. რა სამწუხაროა. სწრაფად ადექი და კამპუსის დაცვაზე იფიქრე. არა, არ წავალ. ახალი დაცვის თანამშრომელი მოძებნე. მაშინ მეც მასწავლებელი ვიქნები. მე შემიძლია კალათბურთის ბურთი თითზე დავიტრიალო. წარმოგიდგენიათ? დენს დაჯექი, შენ კალათბურთელი ხარ. მორჩა ამბის დასასრული. მოიცადეთ ერთი წუთით. სინამდვილეში მე თქვენ შორის ყველაზე ჭკავიანი ვარ. მხოლოდ მათ შეუძლიათ გახდნენ მასწავლებლები, ვინც სკოლაში კარგად სწავლობენ. ჰეი ნერდო, თუ ასეთი ჭკავიანი ხარ, მაშინ ჩინეთის დედაქალაქი გითხარი. უფრო რთული კითხვა შეიძლება დაგესვა. ჩინეთის დედაქალაქი პეკინია. ოლივია, მიდი, ლუქსემბურგის დედაქალაქი კითხე პონკას. და ლუქსემბურგის დედაქალაქი რომელია? ძალიან რთულია, მე ამის შესახებ არასდროს მსმენია. ლუქსემბურგის დედაქალაქი ლუქსემბურგია. ახლა კი ჰონდურასის დედაქალაქი გითხარი. ჰონდურასი. დაკ, რაზე ლაპარაკობ? რა ჰონდურასი? დიახ, არსებობს ასეთი რესპუბლიკა. თუ ასეთი რესპუბლიკა არ არსებობს, დედაქალაქიც არ აქვს. ჰონდურასი არსებობს და მისი დედაქალაქია ტეგუსიგალპა. ზუსტად ვიცი. დაკ, საიდან იცი ეს? ჩემი დეიდა ჰონდურასში ცხოვრობს. ხმის მიცემა ჩავატაროთ. ვინ უჭერს ხარს, რომ დაცვის თანამშრომელი ჩაკი მასწავლებელი ყავდეს? მე. არ შეგიძლია საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა. მასწავლებელი მცველი. მე ვიქნები მასწავლებელი, იმიტომ რომ მაქსის ასისტენტი ვიყავი. არა! კარგი გასაგებია, თქვენ ინანებთ, რომ მე არ ამირჩიეთ. ჩვენ არასდროს მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას. მოდით ეს გამომწერებმა გადაწყვიტონ. კომენტარებში დაწერეთ ჩვენგან ვის შეუძლია გახდეს მასწავლებელი. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხით. ხალხური ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. ყველას ნახვამდის!